მოგესალმებით, მე ვარ სოსომულაძე, ვარ ტატუ არტისტი და დღეს ვითამაშებთ ძალიან მაგარ თამაშს, რომელსაც ვთამაშობ მთელი ბავშვობა, რაც თავი მახსოვს. ერთ შული მაქვს, როდის დაიწყება თამაში, რომ აი ეს ადამიანი დავათრო. კარგია? კარგი. მოგესალმებით, მე ვარ ნიკა მაისურაძე, იმ ყმაწვილის მეგობარი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ და მე ჯერჯერობით არანაირი რეგალია არ მაქვს და უბრალოდ ვარ კეთილი ადამიანი. ერთ სულ მაქვს, როდის დაიწყება ეს თამაში, რომ ის მოწვილი გავთიშო და გავიტანო. 2000 რომელიღაცა წელს სამორი ბალდემ ოიგო ცეკვავენ ვარსკვლავები. მას დიდი ხნის ოცნება ცეკვავენ ვარსკვლავების პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ აუსრულა და მამა ჩამოუყვანა შორეული ნიგერიიდან. მას ასე კითხვა. რა ქვია სამორი ბალდეს მამას? ადრიალებს, მაგრამ ვიტყვი. შეიძლება ხო? სამორი ბალდეს მამას ქვია სამორი სანტე. ეს არის აფრიკული რძის პროდუქტების დიდი ბიზნესის მქონე ადამიანი. შეიძლება რომ ჩემი პასუხის დავაფიქსირო? შეცდა ბალამუტი ბაზარი მოусმინეთ სავარაუდო პასუხებს. გთხოვთ. მამა ბალდე ბე დაკარგული ბალდე გე გიგო ბალდე დე ინუსა ბალდე. მე დავაჭირე, ჩემი იყო. ჩემი პასუხი არის დედა ბალდე. და ეს პასუხი არასწორია, სვამთ ორივე. სამორი ბალდეს მამას გაუმარჯოს. ვარე, მამაჩემს გაუმარჯოს, კაცო. გოდეს გაუმარჯოს, ხო? $2007 წელს საქართველოში, კერძოდ თბილისში, გაიმართა მარიო ჩიმაროების ორეულების კონკურსი. ყურადღება, კითხვა. დაგვისახელეთ პრიზი, რა გადაეცა მარიო ჩიმაროების ორეულების კონკურსში გამარჯვებულს. სავარაუდო პასუხი. ა. ოქროს ბლანჟე. B 180 ლარი. G გაურკვეველია და D ორკვირიანი საგზური მალთაბაში. მაცადე, ხო? აი. ჩემი აზრით გაურკვეველია ეს ყოველივე. ეს სწორი პასუხია სვამს ნიკა. ნიკა დავაიძამ. მე ამ პასუხს არ დავითანხმებოდი, მაგრამ იბადა. მარიო ჩიმაროსი იყოს. ყურადღება ეკრანზე. ეკრანი არის. ზემოთ. კი. ბატონ წამყვანს. მაშინ უბრალოდ მოისმინეთ მესამე კითხვა. დაასრულეთ ფრაზა. მე ეთქნა გამზრდელი. სავარაუდო პასუხი. A ემასე. B არა. G როგორც იქნა. D დიდება უფალ. ორივე სწორი. მაგრამ მივაჭერდი ხელი დამიფარა ბატონ წამყვანი ქიმიის გავითვალისწინე. დაფიქსირდა თამაშის დარღვევის წესები, ხელი არ უნდა დააფაროთ. დავჯარიმდით ორივე. დაჯარიმდით ორივე, სვამთ ორივე. კი ბატონო. კაი. ეგ არის. მე გავითვალისწინე ბაკველიოს. დიდება უფალ. აბარა. ბატონო სოსო. პირადი შეკითხვა ყიბულიდან მარიამ ჯამაგიძე 14 წლის. სოსო. ლაბ ჩამოყვალთ ყიბულში. სავარაუდოები არ არის, ხო? არა, ეს უბრალოდ შეკითხვა არის. ეს უკასთანაც გვაქვს. გასაებია, მარიამ. შენ პატარა ბავშვი ხარ ახლა, შენ არ გემახსოვრება ეგ ყველაფერი. მე ჩამოსული ვიყავ ერთი პერიოდი და ანუ რაღაც მომენტში ჩვენ ვერში გადავეკვეთით ერთმანეთს. აუცილებლად ჩამოვაგე, არის. ერთი ჯოკერი ჩაწერა ხომ არ გსურთ? არა. ყავთ ერთი ჯოკერი,
ტუს გული, კაროლ გული, დამა გული, ვალეთ აგური, ტუს ყვავი, ტუს ჯვარი და ექვსიან აგური. ყურადღება, შეკითხვა. რამდენს იტყოდით ამ კარტში? A 8, B 8 არ იწერება, G სადაც 8, იქაც 9, D ასე დამიწერე. ასე დაიწერა. მე დავაწყე, სადაც 8, იქაც 9. ეს არასწორი პასუხია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჯოგრის თამაში არ ვიცი და რისკიანი ბიჭი ვარ ზოგადად და გავრისკავდი და ვიტყოდი მაგას. მაგრამ არ გვაინტერესებს. ჯოგრის თამაში მესწავლა თავის დროზე ჯოგდა. რა ერქვა 2009 წელს იმედის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის ქალ წამყვანს? A. Chika Tardamadzé, B. Grigol Orbeliani, G. Theonie, D. Salome Arshva. რა თქმა უნდა სალომე არშვა. თქო ბარი დაგვიდასწოროთ რომ თქვენ ავთენტურობაში სალომე არშვა. სოსო დაჯარიმდა გვარის დამახინჯებისთვის, იმიტომ ორ ჭიქას სვამს ზედიზედ და გაუთანაბრდება ჭიქას მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ჭიქით. თხოვთ. აიმე. თხოვთ. რაი, ყველა პირში მიყურებთ რომ უკან დამწიოთ და რაღაცა. პერსონალური კითხვა. ბატონ ნიკასთან 31 წლის ნათია წერთ ბათუმიდან. ნიკა, უსო ინტერესოა. სად წახვედი? სო? სად წახვედი? ეს იყო? უბრალოდ ბათუმის ჰავა ვერ ავიტანე. ნათი. ხო, ნათი ხო? ბათუმის ჰავა ვერ ავიტანე ნათი და მე წავ. რომან შეჭირვებული ოჯახს სურვილი აქვს გააჩინოს მეექვსე შვილი. ოჯახი ყოფნობს. ლოგიკური. რას ურჩევდით მომლოდინე ოლეგის და ეკას? A. ბედნიერ ჩაფთალა უცვლელი გაგვიჩქარება. საღოლია. შეჩერდი ოლეგ. ოლეგ შესკა. გააჩინე ეკა. ერთმანეთს მიხედავენ. პარლები. უბრალოდ D. დაუყოვნებლივ გაიჩინოს ლეგალური საყვარელი ოლეგი. აი მე ბატონო სამყარო ჩემი ვაფიქსები არის მაცდი. ჩემი პასუხი იქნება A. გაიხარეთ ბედნიერად გერასველი გარეთ. ეს სწორი პასუხია. არ არის. სვამს ნიკა. მოგითხარი მოვითასპიროთ მეთქი და ერთად გავცეთ მაგას პასუხი. ერთად დავლევთ და მიმიჭახუნები მაგას. უსმეთ კითხვა. კი, მზად დავარ ბატონ სამყარო გთხოვთ. სასწლის მარაგი შევსებულია, კი, ბატონო. გავაკეთოთ. ცოტა ნაკლები არაყი რო ჩაგვიხო, უფრო კარგი იქნებოდა. ყურადღება, შეკითხვა ნომერი 7. გავადავაი. 1978 წელს ქალაქ ტყიბულში ჩამოსული იყო საბჭოთა კავშირის ბოდიში ბატონ წამყარო ეს ხაშური რატო არ ფიგურირებს არსად ვაფშე არანაირად და ეს ტყიბული და იგი ქალაქ ტყიბულში ჩამოსული იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც მოინახულა ტყიბული და ხაშურიც. დაისა ჩაგვიზე. ვინ იყო ეს მაღალჩინოსანი? ხელი. სავარაუდო პასუხები. A. რაბი მაგის დედაც მოვტან. შემიძლია ახლა დავაჭირო. უპრობლემა. რაბი მაგის გამზრდელიც მოვტან. G. მე ვიცი. მოუტყან ჩინი და საბჭოთა კავშირი. D. მიხეილ გორბაჩოვი.
მოუთხან სოშვი. ეს პასუხი სწორია. დალი. საგვირველია. ყველა მაგალჩინოსანს. ყველა მაგალჩინოსანს. აუ მაგალჩინოსანზე რა გამახსენდა? რა გაგახსენ? აი შენ რო ხაშუში მიგაკაჩავეს რომ მიგაყენეს. არ გვინდა არ გავახსენე. როგორი იწყება მოწყალების თხოვნელის სიტყვები 2025 წელს? ვიცი ა დამეხმარე შენი ლამაზი თვალების ჭირიმე. ბ ფანჯრებს გაგიწმენ. გ დამეხმარე მრავალშვილიანი ვარ. დ მოვე პასუხი სწორია, სვამთ ორივე. აგიბა. მოდი ამას დავლიო ახლა ამჯერად. მოვედი. არის და subscribe. სად აქვს სალონი ნოდარს? დავარწები რა. ერთი წამი. ბაი ხო. შაიძე. ბატონ ვიცები. ა გეპეის უკან. აი. ბ ჭავჭავაძის 40. გ სამტრედიაში. დ პოლიტკოვსკაიაზე ვაუხვე ხელმარცხნივ შეფვალდა გარაჟებში. ე სადმე ვ აქვე დაბა. ხაშუში აგუხარნეს მინებთან იქავე. ეს პასუხი არასწორია. რა თქმა უნდა შორს ნიკოლოც. დაბლა სწორი პასუხია. იკა სვამს. სერიოზული შეკითხვა. ბაჭო. შავი ყუთი სტუდიაში. კი ბატონო. არა, იგას სამყავს უყურებ. 2011 წელს ბოდიში ბოტონო ზამა. ნეტ ეხლა პატარა პოლიტრეიდოს აქ. გააგზელ. ანუ არა, 2011 წელს ერთ ცნობილ მუზეუმში დროებით გამოფინეს შუა საუკუნეების ხელნაწერი, რომელშიც აღწერილია ერთი სცენარი, რომელსაც რომაელები ოდესღაც ღვინოსაც ამატებდნენ. ხოლო მოგვიანებით მისგან დამზადებულ პროდუქტს შუა საუკუნეების მონასტრები განსაკუთრებით ინახავდნენ და მეფეების სუფრაზე აწვდიდნენ. მეფეებს სუფრაზე აწვდიდნენ. ეს მცენარე დღესაც პოპულარულია, თუმცა მისი სახელის წარმოთქმა ინგლისურად შეიძლება გაფიქრებინოთ სამხედრო რანგზე ან იარაღზე. რა არის ეს პროდუქტი? დრო. ინგლისურად უნდა ვიფიქრო. აუ, ChatGPT-ს გითხავთ. არა, არა. ინგლისურად იარაღზე რა შეიძლება იყოს? ვასა. რა? პიცა? არა. პიცა. გურული ღვეზელი. არა, საჭმელზე ნუ მიდიხარ, რა სუნაგი ხარ, ხო? რამდენი გვაქვს დრო ბატონო წავყვარო? ორი დღე. რა გვინდა ორი დღე, მაგრამ ბანაობაც ხო გვინდა. შეიძლება იყოს მწარეც, მაგალითად 13 ლარიანი ციცაკის გარეშე კი არა. ციცაკის გარეშე სველი და უყო ცალკე ციცაკები ორი პაჭკა. რომ შეიძლება ეს კითხვა გადაეცემა კომენტარებში ადამიანებს, სპეცი მაგისტრის ყოფილა ბიჭო. ება რო დააკომენტარონ და რო ვითხრან. აწილობრივ სწორად. მოდი ახლა ნიკა არ უნდა ბევრი ლაპარაკი უბრალოდ დავლიო. მოდი Fantastic Four Crew-ს დირექტორს გააუმარჯოს. მოვა ვერ ხედავ სადახარ ხელი დამიქნიე. აი რა ბიჭო ხელი. დავლი, არ კიდე დავლი. არა. სხვიზე რანაირად ის ხო ვერ გავიგე მარტო просто. ეხლა დავსწრ საზოგადოებას გაუმარჯოს. აქ უდაოდ ცნობილ ადამიანებს ბატონო მილოვა. სხვათა შორის მილოვა ჩვენი სტუდიის პარტნიორია. მოდის ხოლმე. მოდის დუჟენია რა მე და რავი რა.